მოგესალმებით. დღეს თეგეტაში ვართ და თუ უჩვეულოდ ბევრ ხალხს შენიშნავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თეგეტას თანამშრომლები თავის შვილებთან ერთად შეიკრიბნენ არაჩვეულებრივი დროის გასატარებლად. გასული წლის მსგავსად წელსაც ჩავატარებთ ექსპერიმენტს, მამებს და შვილებს დაუსვამთ შეკითხვებს და პასუხების მიხედვით გავიგებთ, რამდენად კარგად ესმით მამებს შვილებს. ძალიან მიყვარს ერთად მამასთან ერთად დროს ვატარებ. როგორც ჩემს ვაშერეთ. როცა უბრალოდ დროს ვატარებთ ერთად, გარსეილება. მე და მამაჩემი როდესაც ერთად ვართ და ხშირად ვლაპარაკობთ და როცა ვსეირნობთ გაზეთს. როცა მეთამაშება. როცა უბრალოდ ერთად ვართ. როდესაც უბრალოდ შენ და მამა ერთად ხართ. ხშირად არ. უფრო მეტი დროის გატარება მინდა მამასთან ერთად. მამა ხშირად მუშაობს, სახშირად. სკროლობს ხშირად. მამა კომპიუტერში მუშაობს და მე ვუყურებ ხოლმე. მოკლედ ემილიმ უკვე თავის პასუხები აირჩია, მერე გეტყვი, ერთს მაინც გეტყვი. ახლა თქვენი ჯერია რომ აი ამ შეკითხვაზე პასუხი აირჩიოთ. სამი შვილი მყავს, თამაშობთ ერთად, ზღაპრებს უკითხავ და ერთად ვერთობით ძირითადად. შეიძლება მიპასუხოთ, რომ ხანდახან მუშაობ. თამაშობ. ყველაზე მეტ დროს ალბათ უფრო ტელეფონთან ვატარებ და კომპიუტერთან. ძირითადად უფრო სკროლავ. ოღონდ სკროლვაში იგულისხმება სამსახურის მეილები. ბავშვს ვეთამაშებ. ბავშვს ეთამაშები. ვცდილობ მაქსიმალურად. ვცდილობ მაქსიმალურად. ალბათ ისევ მუშაობა, სამწუხაროდ ბავშვებისთვის ცოტა დრო რჩება. ერთ-ერთი რაც ემილიმ აირჩია იყო რომ როდესაც უბრალოდ ერთად ვართ. ძალიან კარგი პასუხი. მამასთან ერთად გატარებული დრო ყველაზე მეტად აბედნიერებს შემთხვევას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ყურადღება და ძალიან ხშირად უთხრათ სიტყვა მიყვარხარ. მეტი დრო რო დავუთ და ბევრი ვესაუბრე.